ამწუხაროდ მგონი არ არსებობს ზღვარი, რის გადალახვაც ივანიშვილს არ შეუძლია. ივანიშვილს და მის ანტიქართულ რეჟიმს ყველაფრის გადალახვა შეუძლია, ყველანაირი ტყუილის გამოყენება შეუძლია გააშაოს შულმკვდარი მშობლები გაუშავებია ივანიშვილს. ივანიშვილს უწარმოებია კამპანია, როცა შვილი მოუკლეს ადამიანს, ის გაუშავებია. ისეთი ძალადობრივი, მძიმე, ბინძური და ანტიეროვნული და ანტიქართული ხელისუფლება. ზაზა სარალიძე გაანადგურეს, ჯერ შვილი მოუკლეს და შემდეგ თავად გაანადგურეს მალხაზ მაჩალიკაშვილს. ახლაც კი, აი თუნდაც ერთი თვის წინ სახლთან მდგომი ავტომობილი დაუზიანეს. ეს ხო ჩვეულებრივი ამბავი არ არის, რომ ლოდებს ესვრიან, შვილმკვდარ მშობლებს. არაფერს ვამბობ, საქართველოს რიგით მოქალაქეებს, რომელიც არის დამცირებული, მართლა დამცირებულია ბევრი მიზეზის გამო. ერთი არის ეროვნული საინფორმაციო უსამართლობის საინფორმაციო პროპაგანდა, რომელიც შეურაცხყოფელია რიგით მოქალაქისთვის. მეორე ფაქტორი არის მნიშვნელოვანი და ძალიან მძიმე, ეს არის სოციალური საკითხები, სიღარიბე. ანუ სიღარიბეში ჩაახრჩვეს საქართველოს მოქალაქეები და პარალელურად ეუბნებიან კიდევ რომ ადექი და წადი ქვეყნიდან, შენთვის შენი ადგილი აქ არ იქნებაო. 20 ლარით როცა მოუმატეს პენსიონერებს პენსია, ესეც დაცინვა, ესეც ამ მძიმე მდგომარეობის გამოვლინება. ამ დროს ყველაფრისთვის აქვთ. ინგა ფული, აი ადიგენში ვიყავი ახლახანს, გუშინ რაღა ახლახანს და წარმოუდგენელი ამბავია, ესე იგი ყველგან მძიმე პრობლემაა, მათ შორის მთაში იალაღებს ეძახიან მემთეურებისთვის, დენია 3 კილომეტრი გასაყვანი, ელექტროენერგია 3 კილომეტრი გასაყვანი და ის არ გახავთ. ამ დროს მერმა უბრალოდ წარმოუდგენელი, ეს უნდა ნახოთ, კადრებად უნდა ნახოთ. უზარმაზ რამდენიმე კილომეტრიან გზაზე, ცენტრალურ გზაზე, აი ყავისფერი პლასმასის ქოთნები ჩამწკრივა 20-30 სანტიმეტრში ერთმანეთისგან. ანუ ათასობით ქოთანი დევს, აი წარმოუდგენელი, რამდენი ფული აქვს დახარჯული არაფერში. კორუფცია, უსამართლობა, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები. ახალციხის მაგალითს გეტყვით. ქალბატონი შემხვდა, სახელგვარს გამიზნულად არ დავასახელებ, რომელსაც მეუღლე ყავს სიმსივნით დაავადებული. და მივიდა ერთ-ერთ კულტურის ცენტრში, სადაც ვაკანსია იყო გამოცხადებული, დამლაგებლის ვაკანსიაზე მივიდა და ასე უთხრეს, რომ რადგან შენ ოპოზიციონერი ხარ, პირადად უნდა დაუკავშირდე დეპუტატ ობოლაშვილს, რომელიც სამცხე-ჯავახეთს კურირებს. ქართული ოცნების დეპუტატს. პირადად უნდა დაუკავშირდე, რომ ჩვენ შევძლოთ შენი აყვანა დამლაგებლად. დაუკავშირდა? არა, არ დაუკავშირდა და როგორც თვითონ მითხრა, გადასთხოვა, რომ გადაეცათ, რომ ის პოლიჯოხი და ცოცხი შესაბამისი მიმართულებით დაებინავებინათ. ეს იყო მოქალაქის პოზიცია, რომელიც დამლაგებლის ვაკანსიაზე მივიდა ახალგაზრდა ქალი, იმიტომ რომ სიმსივნით მეუღლე ყავდა სახლში და მხარდაჭერა ჭირდებოდა, ფინანსური მხარდაჭერა ჭირდებოდა, თქო, ისე კი არა, მუქთად. დამლაგებლის პოზიცია და გადაამისამართეს ობოლაშვილთან, რომელიც ადგილობრივი ჩინოვნიკია, ადგილობრივი ფეოდალია, მთელ საქართველოს ძარცვავს თავისი სააფთიაქო რაღაც წარმოუდგენელი მჭყიბაობით და ამ დროს ეს ხდება ყოველდღიურად. მაშინ როცა დოვლათი იქმნება, სწორედ ასეთ რეგიონებში ადიგენი აწარმოებს საქართველოში რძის ნაწარმის ნახევარს მგონი და ყველი, კარაქი, არაჟანი ყველაფერი იქიდან მოდის. ანუ 3 კილომეტრი ვერ გაიყვანეს სოფელ გომაროდან ფერსათის მთამდე. და ხალხის განწყობა როგორია? აი მაგრიალობაში, რაზეც ახლა თქვენ ყვებით და რასაც თქვენ აწვდით ინფორმაციას იქაური მდგომარეობის შესახებ. ხალხისგან რას იღებთ თქვენ პასუხად? ანუ მზადა ეს ხალხი იბრძოლოს? მზად არის. განაწყენებულია ოპოზიციაზეც, უნდათ მეტი შრომა, მეტი ძალისხმევა, შიმშილია პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან კომუნიკაციის რეგიონებში, ამასაც თვითკრიტიკულად და გულწრფელად ვიტყვი, ვისაც ეხება თავად საკუთარ თავზე უფრო მეტად მიიღოს და ასე შემდეგ, მაგრამ შიმშილია ოპოზიციური პარტიების აქტივობის. მაგალითად, ახალციხი ავიღოთ, სულ ახლახანს თქვენ ერთ-ერთ წინა ეთერში, სხვა შორის ჩართული ყავდათ ახალციხის უწყვეტი პროტესტის მონაწილე. საოცარი კაცი, ძალიან კარგი, მებრძოლი ადამიანი და ანუ დიდწილად იქ მაგალითად აი ახალციხეში მოქალაქეს თუ ახსენდება ოპოზიცია, რიგით მოქალაქე შეიძლება გაახსენდეს საერთოდ უპარტიო ადამიანი, რომელიც ამდენი ხანია ერთი ადამიანი დგას და პროტესტს აცხადებს. ანუ ესეთი შემთხვევებია. კი, ბრაზიც არის, განაწყენებულები არიან, რომ
ადგილობრივ ჯაბანათენაძე იყო ეს არაჩვეულებრივი კაცი, რომელიც დღემდე აპროტესტებს იმას, რასაც აპროტესტებდნენ თბილისში იმ აქციის მონაწილეები ამდენი ხანი. დიახ, და ანუ ეს ძალიან თან მძიმეა აღსაქმელად, მაგრამ მეორეს მხრივ ხო ნუგეშია რიგითი მოქალაქისთვის ადგილზე. ჩვენი პოზიცია რა არის ამ ვითარებაში? მათ აქვთ ერთი მოთხოვნილება, რომ მუდმივად ეკომუნიკაციონ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს, ერთ-ერთი ქალბატონი, უსაყვარლეს ქალბატონი შემხვდა ვალეში, სოფელ ვალეში, დაბა ვალეში უпростоრად და პირველი რაც მითხრა, დაიწყო ჩხუბით. და მითხრა, რომ ერთმანეთზეო პოლიტიკოსები ეთერში ნუ ლაპარაკობთო. ჩემზე ილაპარაკეთო, ხალხზე ილაპარაკეთო. თქვენო შეხართ ტელევიზიებშიო და ერთმანეთზე ლაპარაკობთო. ის ლაპარაკობს რა არ მოწონს მეორე პარტიის, მეორე პარტია ლაპარაკობს რა უნდა გააკეთოს მესამე პარტიამ, რომ მარტო თავისი გზაა ჭეშმარიტი და შემდეგ. ეს ქალბატონი მეუბნებოდა დიდი შემადგენლობა იყო მოსახლეობის. ნუ ღარ ლაპარაკობთ ერთმანეთზე, აღარ გვაინტერესებს თქვენი აზრი, პოლიტიკოსების აზრი ერთმანეთზე. ილაპარაკეთ ხალხზე, ილაპარაკეთ ხალხის პრობლემებზე. ჩვენ და მე და ჩემ კოლეგებს გვეხმარება რეგიონებში სიარული იმის დრო, ერთი რომ დამუხტული ვიყოთ, იმიტომ რომ ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში. მეორე, სწორად დავინახოთ მათი პრობლემები, სამწუხაროდ ჩვენ და მათი მზაობა ეხა ძალიან მნიშვნელოვანი, აი ამ ყველაფრის ფონზე, რაც გაიარა ამ ქვეყანამ მთელი ბოლო წლების განმავლობაში, რამდენად არის ეხლა კიდე ბრძოლის განწყობა. ბრძოლაში არ გულისხმობ მაინც და მაინც აქციებზე სიარულს, ხო? რაც რეგიონში გასაგები მიზეზების გამო შესაძლებელია ბევრი ადამიანისთვის შეუძლებელი იყოს, არჩევნებზე მისვლის შემთხვევაში ცვლილებისთვის განწყობილები არიან თუ არა. ირაკლი, აქ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე იცით რომელი ხაზი, რატომ გისვავთ განსაკუთრებით რეგიონებში ადამიანების განწყობაზე შეკითხვას, პროპაგანდა, რომელიც მეტად მოქმედებს, ხო, ადამიანებზე. აი მაგალითად რომ მიუბრუნდეთ ისევ იმ საშინელ ტრაგედიას, რასაც შეეწირა 17 წლის პატარა ნიკოლოზ გუნაშვილის სიცოცხლე კიდევ ერთხელ და ბევრჯერ გავიმეორებ ამას ჩვენი სამძიმარი და ძალიან დიდი წუხილი მისი ოჯახის მიმართ, მისი მეგობრების და მთელი ქვეყნის. აი მე ვნახოთ როგორ განვითარდა პროცესები, კონკრეტულად სხვათა შორის თქვენ შეგეხოთ ეს თქვენს პოლიტიკურ გუნდს შეეხო, დატრიალდა საშინელი ტრაგედია შანიძეზე, მთელი საქართველო იყო უაღრესად დამწუხრებული, ძალიან მძიმე და ამ დროს ვიღვიძებთ და იწყებს პროპაგანდა როგორ მოქმედებას, ხო? ლელოზე შეეცადნენ რომ მიეწებებინათ აი მთელი ამ ტრაგედიის სიმძიმე და პასუხისმგებლობა გიორგი სიორიძესთან დაკავშირებით, რაღაც მისი ურთიერთობები მკვლელთან. ეს იყო ისეთი შემაძრწუნებელი, მაგრამ ეს ხდებოდა და ეს ხდება. ანუ რატომ მოვიტანე მაგალითად, ხო, პროპაგანდა, რომელიც ამ ადამიანებს განსაკუთრებით რეგიონებში ყველა შემთხვევაში დატვირთავს და აყრის, რომ თქვენ ყველანი, თქვენი პარტია, სხვა ოპოზიციური პარტიები ხართ, ქვეყნის მტრები ეტყვიან, ეუბნებიან, რაღაც ათასსაზიზღრობას დაგაბრალებენ, სასამართლო პროცესები მიდის, ქვეყნის ღალატი, საბოტაჟი და შესაძლებელია რეგიონში განსაკუთრებით ადამიანს დაეკარგოს იმის სურვილი, რომ ოპოზიციის გვერდი დადგეს. განა იმიტომ, რომ ყველა დაიჯერებს ამ საზიზღრობებს, რასაც ეუბნებიან, უბრალოდ ბრძოლას აქვს თუ არა აზრი ამაზე შესაძლოა დაფიქრდეს. ამ შემთხვევაში რა არის თქვენი პასუხი? გიორგის წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდას გამოვეხმაურები, უმძიმესი ტრაგედია და დანაშაული, არ მხოლოდ ტრაგედია, დანაშაული მოხდა თბილისის შუაგულში და პროპაგანდამ ივანიშვილმა, ყველაფერში ივანიშვილია. ივანიშვილმა და მისმა ანტიქართულმა ოცნებამ შეძლო ის, რომ მსგავსი პროპაგანდაც კი, მსგავსი სიმძიმე ტრაგედიაც კი პროპაგანდით გაეჟღინთა და რა მოხდა? მოხდა ძალიან პატარა თბილისურ უბანში, სადაც გიორგი სიორიძე დაიბადა და გაიზარდა.
როგორც დამნაშავე მკვლელი და მსხვერპლიც მისი ოჯახის ნაცნობები იყვნენ და ჩვეულებრივი ამბავია რომ პატარა უბნებში ადამიანები ერთმანეთს იცნობენ ოჯახებით და ასე შემდეგ. როგორც მსხვერპლი, ასევე დამნაშავის ოჯახი. ორივე ნაცნობი იყო, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მისმა პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა ეს მართლა წარმოუდგენელი სანაგვია, ინფორმაციული სანაგვია, რაც იქ ხდება, გამოიყენა ეს ყველაფერი და თქვა, რომ თურმე ნაცნობი იყო დამნაშავე გიორგის ჯორჯის. და რო იყო, ნამდვილად იყო, მსხვერპლის ოჯახიც ნაცნობი იყვნენ და ახლობლები, მაგრამ ანუ ეს რას ცulis? არაფერს ხო? მე ძალიან უფრო ბრაზზე მეტად დავსევდიანდი, როცა ეს ამბავი ვნახე და დავინახე, მათ შორის ის ჟურნალისტები, რომლებიც თქვენთვისაც ძალიან კარგად ნაცნობები არიან, ჩემთვისაც და რაღაცა ჩამწყდა გულში, რომ რა დონეზე, რა ხარისხით შეიძლება გაფუჭდეს ადამიანი. აი გაუფუჭდეს შინაგანი რა აქ შემაძრწუნებელი იყო რა ადამიანი შემოიყვანო მისი სახელით და გვარით, იმიტომ რომ რომელიღაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია და მასზე ააგო მერე შენი საინფორმაციო კამპანია ძალიან დიდი ბოდიში, ეხა ყველას მინდა ვუთხრა, ვინც ამაში არის ჩართული, თქვენს გარშემო რამდენი ძალიან ბევრი ახლობელი, თუნდაც ოცნებისთვის მიუღებელი ყოფილა წლების განმავლობაში თქვენი ძალიან დიდი ახლობელი, ძალიან ახლოს მყოფი ადამიანი ან რამდენი ადამიანი მოხვედრილა ციხეში, იმიტომ რომ რაღაც დააშავა ნაცნობობა, თუნდაც ახლობლობა, რაიმე კავშირში როგორ შეიძლება იყოს მომხდარ შემზარავ დანაშაულთან, შენთვის როგორც კომპრომატი, როგორ შეიძლება რომ დაგიდონ. თქვენ საკუთარ თავებს კითხეთ, მეგობრებო, ვინც ამაში ხართ ჩართული, თქვენს გარშემო რამდენი ადამიანი იყო, თქვენ საკუთარ სახლში არაერთხელ ნამყოფი, თქვენ სამეგობროს რომ წარმოადგენდა, გადახლართული ურთიერთობები რომ გქონიათ, მერე რომ აღმოჩნდა დამნაშავე ან ქართული ოცნებისთვის კატეგორიულად მიუღებელი რომ არის ეხლა და თქვენ არავინ არ გახსენებთ თქვენს ახლობლობას იმ ადამიანებთან. ასე არ შეიძლება მართლა ყველაფერი ვიკადროთ. საშინელი შემზარავი დანაშაული მოხდა 17 წლის ბავშვი მოკლეს. 17 წლის ბავშვი და აი აქ რაღაცა პოლიტიკური ბმა გააკეთო, რომ ის მკვლელი არის ვიღაცის ნაცნობი თუ ახლობელი ეს პოლიტიკურ ჭრილში განიხილო, ეს არის წარმოუდგენელი საზიზღრობა, ეს მინდოდა უბრალოდ მეთქვა და უყურებდი იმ დღეს გიორგი სიორიძეს ქონდა პრესკონფერენცია და შოკირებული ვიყავი, მართლა გულწრფელად ვამბობ, ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე მის ადგილას რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. ხო, ანუ რა ადამიანები უნდა გაემიჯნონ და უნდა მოიტყუონ, არა არ ვიცნობ, იქნებ მეზობელია და დამნაშავია და ჩაიდინა დანაშაული, იქნებ ნათესავია, იქნებ თქვენსავით მეგობარია ყოფილი, რომელსაც ეხა მალავთ, რომ ოდესღაც ვიღაცებთან მეგობრობდით. არ შეიძლება ასე ყველაფრის კადრება რა. ხო და აი ეს პროპაგანდა ირაკლი ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტიპის თუ სხვა ტიპის ხაზი დაგანგრევთ, ყოველ შემთხვევაში იერიშს მოიტანს. ხო, ეხლა პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიდის და რომელიც გადაიდო შემოდგომისთვის სასამართლო ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რაშიც ბრალდებულები არიან თქვენი პარტიის ლიდერები, ორნი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ხო? ესეც ხომ ამ ხაზით არის აგებული. ხო, ტყულზე დგას. არ არის სამართლებრივი პროცესი ინგა ეს. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ისევე როგორც ამ ბრალის წაყენება. ასევე შემდეგ დაჩქარება პროცესების თავის დროზე, პირველ ეტაპზე როგორ დაჩქარდა. შემდეგ საერთოდ დაპაუზება, მე ისევ დაჩქარება, ანუ თვეში ერთი პროცესი იმართებოდა და ეხლა ბოლო პერიოდში თვეში იმართებოდა 10 პროცესი, 10 ან მეტი პროცესი, 1-დან 10-მდე დაჩქარდა. წარმოიდგინეთ, მე უბრალოდ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ გააჩეროს. ესეც ვაჭრობისთვის ჭირდებოდა, იმიტომ რომ ეგონა რომ რაღაცა შეიძლებოდა დასავლური სამყარო, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლური სამყაროს მხრიდან ელოდა პირდაპირ საუბრის დაწყებას, რომ აი მოდი ბატონო ბიძინა სანქციებს მოგიხსნით და თუ არ
არ დაიჭერთ ოპოზიციონერ ლიდერებს, დიქტატორი აღარ იქნებით. ანუ იმდენად სულელია, რომ ეს წარმოდგენა ჰქონდა და მოუბრუნდა დასავლური სამყარო და ძალიან ბევრჯერ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მათ შორის ევროკავშირის პოლიტიკურმა წარმომადგენლობამ გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ ჩვენ ღიად გვაქვს ნათქვამი, რა მოლოდინი გვაქვს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსგან. კონკრეტულად საქართველოსგან, მეგობარი სახელმწიფოსგან, დემოკრატია, სასამართლო დამოუკიდებელი და სიტყვის თავისუფლება. ამ დროს ყველაფერი ინგრევა. სასამართლო მურუციძეს ჩაუდეს სანდრო გირგულიანის მოსამართლეს ჯიბეში, სიტყვის თავისუფლება არ არსებობს და ვახოსანაიას ციხეში უშვებენ, ადამიანებს აჯარიმებენ სოციალურ ქსელში ტროტუარზე დგომის წარმოუდგენელი სიგიჟეების გამო და ამ დროს ოპოზიციურ პარტიებს კრძალავენ და პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ. რაღაც შეიძლება ლაპარაკი იყოს და ამ დროს ნულოვანი მოლოდინი იქნება იმის, რომ ივანიშვილმა რაიმე ტიპის მოლაპარაკება ან გამოვაჭრება შეძლოს. მიხვდა რომ უკვე ჩიხში შევიდა, დაიჭერს პოლიტიკურ ლიდერებს, უარესი მიიღებს და უარესი იქნება, ძალიან მძიმე იქნება დარტყმა მის ფინანსურ სტაბილურობაზე. თორე საქართველოზე ჩვენ ვართ გადაფარებული სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ჩვენ როცა საზღვარგარეთ ჩავდივართ სხვა შეხვედრებზე, გადაფარებული ვართ საქართველოზე და სულ ვამბობთ რომ არ ილინკება ერთმანეთთან ივანიშვილი და ქართველი ხალხი, ივანიშვილი და ქართული სახელმწიფო, სხვადასხვა რამეა, ხალხიც სხვა რამეს ფიქრობს და სულ ვცდილობთ რომ ხალხი რატო გქონდა ჩვენ ცალსაღა და ღია პოზიცია რომ უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეწყვეტილიყო. სახელმწიფოებრივად რომ გადახედო, აი სხვა სახელმწიფოს გადმოსახედიდან გადახედო და დაინახო ივანიშვილი, რომელიც ამ ხელისუფლების სათავეში, ამ ქვეყნის სათავეშია, აგინებს, ლანძღავს სხვა მეგობარ სახელმწიფოებს, ხო, იფიქრებს ის სახელმწიფო რომ რატო არ უნდა გაუჩერო უვიზო, მაგრამ აქ უკვე ჩვენი როლი შემოდის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. უნდა გადავარჩინოთ საქართველოს ეროვნული ინტერესები და ივანიშვილი ჩიხში შევიდა. დღეს იცის რომ თუ მიიყვანს ამ პროცესს ბოლომდე და პოლიტიკურ ლიდერებს დაიჭერს, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება და თუ არ მიიყვანს, მაშინ რჩება წაგებული პოლიტიკურ ველზე. თქვენი მოლოდინი, ირაკლი, ანუ შემოდგომაზე რა მოხდება? აიკრძალება პარტიები, მათ შორის თქვენი პარტია და ამ საბოტაჟის საქმის კვალ რა მოლოდინი გაქვთ, ანუ ციხეში გაუშვებენ ხელახლა? მოლოდინი იმის, რომ ციხეში გაუშვან პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, მაინც არსებობს, იმიტომ რომ ეს ზღვარი მას უკვე გადალახული აქვს, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიების საკრძალვას. ესეც მთლიანად პოლიტიკური პროცესია, რას დაავალებს ივანიშვილი, იმას გააკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო. თუმცა არიან იქ 1-2 ძალიან ღირსეული მოსამართლე, რომელიც დარწმუნებული ვარ მინიმუმ განსხვავებულ აზრს მაინც დაწერს. ხო, მაგრამ ეგ შედეგს არ შედეგს ვერ შეცვლის. თუმცა ივანიშვილს ასევე ძალიან კარგად აქვს გააზრებული ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა შეიძლება იყოს ახალი რაღაც დიდი წინააღმდეგობის, ან სხვა კონფიგურაციის, ან სხვა შესაძლებლობების გაჩენის რაღაც არეალი, ამიტომ ივანიშვილს გაუჭირდება, რომ მსგავსი სარისკო გადაწყვეტილებები მიიღოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. შეიძლება ამან უბიძგოს თავად ოპოზიციას, თავად სამოქალაქო საზოგადოებას რაღაც განსხვავებული სტრატეგიისკენ, ან ბრაზის გამოხატვისკენ და უნდა ითქვას, რომ როცა რეგიონებში დავდივართ, სამი განწყობა მხდება ძირითადად. ერთი არის გაბრაზებული ოპოზიციაზეც და ხელისუფლებაზეც გაბრაზებული საზოგადოება. მეორე არის, რომელიც გაბრაზებულია მარტო ხელისუფლებაზე და ცდილობს რომ გაგამხნეოს და გეუბნება, აი მაგალითისთვის ერთ-ერთი შუახნის ქალბატონი და მისი მეუღლე კაცი რომელიც შეხვდნენ და გვარწმუნებდნენ რომ აი თქვენ თვითონ უნდა დაიჯეროთ რომ მართლაო აიო ტკიპზე კიდია ამათი ძალაუფლებაო არ არსებობს ამათი ძალაუფლებაო მხოლოდ და მხოლოდ აიო შეხვედრა იყო მოსახლეობასთან და შემდეგ ეს ორი ადამიანი ცალკე დარჩა და მთხოვეს რომ ცალკე გამსაუბრებოდნენ უთხრეს რომ აიო აქო ვინც კრიტიკული იყო ვინც არ გამოხატაო მთლად ბოლომდე პროოპოზიციური პოზიცია ისინიც ოპოზიციონერები არიანო უბრალოდ ის ისტორიის მასწავლებელი,ო ამ ადამიანსო შვილი საჯარო სამსახურში ყავს და ამიტომ ღიადო აბა ჩვენ რო აქ სხვანაირად ვიკრიბებით აქ ინგრევა ყველაფერი ივანიშვილის და ქართული ოცნების ლანძღვითო და არ ჭირდება მაგას ბევრი არაფერი შეხედავ ვალეში საცხოვრებელ კორპუსს და დაინახავ ყველაფერს ავარიულია სარდაფში წყალი დგას
მასიურად ვამბობ ამას, გადახურვა წინა ხელისუფლებამ გაუკეთა და მადლიერები არიან და დანარჩენ მიტოვებულები არიან. წყალი არა, გაზი, არაფერი არა აქვთ რა. მიტოვებული, გაუბედურებული და ერთადერთი აქვთ სამართლიანობის მოთხოვნილება, რომ აი ტელევიზიას როცა ჩართავენ, არ ნახონ რომ ჟურნალისტი დაიჭირეს, ვიღაც მოკლეს, მკვლელი დაუსჯელია და ამ დროს მდიდრდება მხოლოდ და მხოლოდ იქ ლილუაშვილები და ქართული ოცნების წარმომადგენლები. ლილუაშვილის ვიღაც ბიძაშვილი დაიჭირეს, 35 მილიონის ქონება ჩამოართვეს და მორჩა დამთავრდა. რამდენია ამ 35 მილიონის გარდა კიდევ მოპარული? როცა ვიძახდით ამ ყველაფერს, რამდენი აქვთ მოპარული? ძალიან ბევრი და მოპარეს პენსიონერებს, პატარა ბავშვებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ასე შემდეგ. კი ბატონო, და ბოლო კითხვას დაგისვამ, შემცირდა ჩვენი სასაუბრო დრო, მაგრამ თქვენი ბრალია, თქვენი არა, ამ საცობების და რაღაც გადაკეტილი ქალაქის ალბათ არ ვიცი, მართლა შეუძლებელია გადაადგილება, უკვე იმდენი ადამიანი საუბრობს ამაზე, სრულიად მოუმზადებელი შეხვდნენ, მათ შორის ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, იმიტომ რომ ალტერნატიული გზა და ეხლა სექტემბერი რომ დაიწყება, კიდევ რა მოხდება ქალაქში ადვილი წარმოსადგენია. ხო და მიპასუხეთ მოკლედ ირაკლი მაშინ. აი ამ ფონზე, რაზეც ეხლა მე და თქვენ საუბრობდით, გამოსავალი რაშია? უკვე ჟურნალისტებს Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო უშვებენ ციხეში. საშინლად გამძაფრებულია რეპრესიული პოლიტიკა და თქვენ რა აკრძალვის პირას, დაჭერის პირას, რა შეხედავთ გამოსავალს? გამოსავალად მიგვაჩნია გაუჩერებელი ბრძოლა, წინააღმდეგობა, აქტიურობა შეხვედრა მოსახლეობასთან, მზადება ნებისმიერ ტიპის წინააღმდეგობისთვის. ეს არის ერთი მზადება არჩევნებისთვის და პროტესტის მხარდაჭერა და პროტესტისში მუდმივად ყოფნა და გამოხატვა. მე იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო აქტივისტები იქნებიან თუ პოლიტიკური აქტორები, პარტიები თუ ინდივიდები არ გამიჯნავენ ერთმანეთსგან პროტესტს და არჩევნებს. ეს ორი ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა მიდიოდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ ივანიშვილი დავაზარალოთ ისე და წავართვათ ძალაუფლება, რომ არ გააუბედუროს საბოლოოდ ეს ქვეყანა, იმიტომ რომ ამ ქვეყანას აქვს შანსი. აქვს შანსი, რომ ევროკავშირის წევრიც მალე გახდეს, ეკონომიკაც გააჯანსაღოს, სიღარიბეც დაძლიოს და ემიგრაცია კი არ მიდიოდეს ემიგრაციაში ადამიანი ქართველი, არამედ პირიქით ბრუნდებოდნენ ემიგრაციით.